ეს კი კარგი ამბავი იყო, მაგრამ კიდევ უფრო მაგარი მაქვს, ხო? თბილისი ბოლში დღეს წიგნის ფესტივალი, საახალწლო ფესტივალი იხსნება და ძალიან გრანდიოზული ფასდაკლების მოლოდინში. აი, სწორედ ამაზე მოგვიყვება კეთი. წიგნის საახალწლო ფესტივალი ზუსტად პირველ საათზე გაიხსნა. აქ არის წარმოდგენილი უამრავი საინტერესო წიგნი, როგორც მოზარდებისთვის, ისე დასრულებისთვის და რაც მთავარი არის, ძალიან დიდი ფასდაკლებები. 30-მდე გამომცემლობას აქვს წარმოდგენილი. თავისი წიგნებიდან ნამდვილად მრავალფეროვანი არჩევანი აქვს აქ მოსულ ადამიანებს. ორგანიზატორები ამ ფესტივალის არიან წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წევრები. ჩვენთან ერთად იყოფა გვანცა ჯობავა, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ორგანიზატორი ამ ფესტივალის მოდით გითხარით, როგორი ფასდაკლებები, იმიტომ როგორც ვიცი, საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი პროცენტია ფასდაკლებები გამოცხადებული ამ ფესტივალზე. მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად თქვა ამის შესახებ, რომ წიგნის საახალწლო ფესტივალი წელს ტარდება პირველად. ასოციაცია ამ დრომდე იყო ორგანიზატორი და საგაზაფხულო ფესტივალის, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის, რომელიც 16-ჯერ ჩატარდა და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ჩვენი მკითხველებისგან, დამთვალიერებულისგან, რომ უფრო ხშირად ჩატარებულიყო ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს დედაქალაქში ეს ფესტივალი და გადავწყვეტოთ, რომ აი ესე საახალწლო საჩუქარი გაგვეკეთებინა ჩვენი მკითხველისთვის. რაც შეეხება ფასდაკლებას, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს დამთვალიერებლებს, ნამდვილად გვაქვს რეალურად ძალიან დიდი ფასდაკლება ამ 4 დღის განმავლობაში 25-დან 28 დეკემბრამდე თბილისი მოლში. ეს არის 20-დან 90%-მდე ფასდაკლება, განსხვავებულია რა თქმა უნდა გამომცემლობის წიგნების მიხედვით, მაგრამ გარდა აი ამ პროცენტისა ყოველდღიურად ჩვენს გამომცემლებს აქვთ გარკვეული აქციები, რომელსაც თავაზობენ და ძალიან იაფად და ძალიან ხელმისაწვდომად შეუძლიათ მათ შეიძინონ წიგნები. არიან გამომცემლები, რომლებიც რეალურად 90%-იან ფასდაკლებას თავაზობენ. ასევე ერთ-ერთ გამომცემლობას თქვა ხვალ აქვს ესეთი აქცია, რომ ნობელის პრემიის ლაურეატების სერიაზე თითოეული ტომი 80 ტომი შედის ამ სერიაში 2 ლარად ყიდის, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღე იქნება ეს ამბავი და იმ მსგავსი აქციები არის ყოველდღიურად, ამიტომ დააკონტროლეთ თბილისის წიგნის ფესტივალის Facebook გვერდი, იქ იდება ამ აქციების შესახებ ინფორმაცია და აუცილებლად ნახონ ჩვენმა მაყურებლებმა ეს. განსაკუთრებული აქცენტი გაქვს გაკეთებული ბავშვებზე და მოზარდებზე, რაც მისასალმებელია და ძალიან კარგი, იმიტომ რომ საუკეთესო გარემოა მართლა შექმნილი მათთვისაც. როგორც ვიცი, რამდენიმე ღონისძიებაც იგეგმება, რომ ბავშვებს კიდევ უფრო დიდი სურვილი გაუჩნდეთ, რომ აქ მოვიდნენ და დაათვალიერონ ეს წიგნები, მშობლებმა მოიყვანონ ისინი აქ. აქცენტი ბუნებრივია გვაქვს გაკეთებული ბავშვებზე, იმიტომ რომ მოდის ახალი წელი, ეს არის საახალწლო ფესტივალი და ახალი წელი ყველაზე მეტად ატარებს და ბავშვებს უხარიათ. ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად საინტერესო, მათთვის საინტერესო გარემო შეგვექმნა, ძალიან ბევრი საბავშვო წიგნია, ყავს ანიმატორები, რომლებიც იზრუნებენ ბავშვების გართობაზე, აქ იქნება სხვადასხვა სიურპრიზი, ასევე ვიქტორინები გათამაშდება მათთვის, ამიტომ თუ კი მოიყვანენ ბავშვებსაც, ჩვენი მაყურებლები აუცილებლად ძალიან კარგ დროს გაატარებენ ისინი აქ. და ძალიან კარგი საჩუქარი გამოვლინდა 3 ბესტსელერი. პირველ საათზე ოფიციალურად გაიხსნა ჩვენი ფესტივალი და გახსნის ცერემონიაზე ჩვენ დავაჯილდოვეთ 3 ქართველი ავტორი, ბესტსელერის ავტორი და ეს გამოვლინდა ჩვენი პარტნიორი წიგნის მაღაზიების მონაცემთა შეჯამებით. მათ შორის იყო დაათო ტურაშვილი, ტყეების მეფე, მისი ახალი წიგნი, გიორგი კეკელიძის გურული დღიურები და ირაკლი ჩარკვიანის 7 ცურვა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფება ასევე ასოციაციის წევრი ბატონი მამუკა ხანთიძე. ბატონ მამუკა, როგორც ვიცით, ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ თბილისის მასშტაბით. ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ უკვე რეგიონებშიც, რაც მისასალმებელია. ანუ როგორ შეეძლებათ ამ ფასდაკლებებით სარგებლობა რეგიონებში? ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები და ასევე გამომცემლობები, რომლებიც არიან ასოციაციის წევრები, ამ დღეების განმავლობაში, წინა საახალწლო დღეების განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით შესთავაზებენ ზუსტად ასეთივე ფასდაკლებებს რეგიონებში და ნებისმიერ სურვილს შეეძლება თბილისში ჩამოსულს ადგილზე შეიძინოს ეს წიგნები ჩვეულებრივად და დიდი ხანია ვიძახით, რომ ყველაზე კარგი საჩუქარია წიგნის ზოგადად და საახალწლოდ კიდევ უფრო კარგი საჩუქარია და ხელდამშვენებულები ჩვენიერი საჩუქრები მევიდნენ სახლებში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი და რამდენად დიდია ხოლმე გამოხმაურება, იმიტომ რომ უკვე ითქვა, რომ არაერთხელ ჩატარებულა არა საახალწლო, თუმცა სხვა პერიოდში. რამდენად დიდია ხოლმე გამოხმაურება ამ ფესტივალში?
ამ ტიპის აქციები, აი ასეთი ტიპის ფესტივალები პირველ რიგში რასაც უწყობს, ეს არის წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ზოგადად დამოკიდებულებას წიგნთან. რომ ჩვენგან კატასტროფული შედეგებია წიგნის კითხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად გამომცემლები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მაჩვენებლები გავზარდოთ და ბავშვებმა და ახალგაზრდებმა იმ ასაკიდანვე დაიწყოთ წიგნთან შეხება წიგნის კითხვა, რომ შემდეგ შეიყვარონ კარგად ეს ძალიან მადლობა, ნამდვილად კარგი ფასტაკლებებია, ნამდვილად საოცარი გარემო აქვს შექმნილი იმისთვის, რომ მოგინდეთ წიგნის შეძენა, დაათვალიეროთ არაჩვეულებრივ გარემოში და მე აქ შეგახსენებთ აუცილებლად, რომ ფესტივალი დაიწყო გაიხსნა დღეს 25 დეკემბერს და გაგრძელდება 28 დეკემბრის ჩათვლით.